ეს არის ნატურის ხის გმირი ჭრელი პეპელას ცოტა მუქია ჩემი ფუფალა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბუნება ცოტა მუქი გქონდა და ან ბუნება არა უფრო ცხოვრება, მე ცოტა გავამუქე და ჩემი ფუფალა დავარქვი. ესენ ჩემთვის ძალიან საყვარელი პერსონაჟებიც არიან, ადამიანებიც არიან, ესენ ჩემი ოჯახის წევრები არიან უკვე. მე ესენი ძალიან მიყვარს. საერთოდ შეცვალეს ჩემი ცხოვრება თოჯინება, საერთოდ ხატვარ გრაფიკოსი პროფესიით ხატვარ გრაფიკოსი. და როგორ მოხდა საერთოდ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე თვე არაც დაიწყეთ. მე დავიწყე მას შემდეგ, რაც უწმენდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ ესეთი კურთხევა მოგცა მრევლს, რომ გვეკეთებინა თოჯინები. მე ამ თოჯინებმა დამაბრუნა ბავშვობაში. ყველაზე საყვარელ წლებში. ყავს აი საყვარელი თოჯინაც, რა თქმა უნდა. ეს არის ნინო ოლღა ბებია და ილარიონიდან ოლღა ბებია ვიცანით, იმიტომ რომ ყველაფერი ადგილზე აქვს თავისი მგვალი სათვალე, კოპლებიანი. ეს არის ჩემი პირველი თოჯინა. რაღაცა ესეთი სიმბოლური იყო თუ რაღაცა საერთოდ ცხოვრებაში არ ხდება ყველაფერი ისე. იმ პერიოდში მე გარდამეცვალა ბებია, ბებიები ესეთი თემაა მოუცნობი, მაგრამ მე მყავდა ორი გურული ბებია. საოცარი ადამიანები იყვნენ, ქალბატონები და რა თქმა უნდა ხნოდა დუმბაძის ნაწარმოებიდან ზურიკელას ბებია, ოლღა ყველას ბებია, მაგრამ ჩემთვის ცოტა განსაკუთრებული. ცოტა ცრემნარევი, ცოტა ხიარული და ეს იყო ჩემი პირველი თოჯინა. შემდეგ აი ყველამ თავისი თავი გამახსენა. ანუ ეს თვითონ მოდიოდნენ და თვითონ გახსენებდნენ. და მოდიოდნენ ეს გმირები ჩემთვის. ბატონი მარგალიტა, ხო? ეს არის მარგალიტა. აი მე უკვე ვიცანი იერით. ეს არის კი მარგალიტა. სხვათა შორის საკმაოდ იოლი გამოსაცნობია, ვინ არის აქ წარმოდგენილი. იცი ნინო, მე ვცდილობ რომ ხასიათი დავიჭირო მათი და რაც თავარია, აი აქსესუარი, ქსოვილები, ცოტა აი ქსოვილები მიჭირს იმ პერიოდის ქსოვილები. ყველაფერს მე ვაკეთებ, მე არაფერს არ ვყიდულობ. და არაფერს არ ყრით ალბათ. არაფერს არ ყრი და ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან როგორ გითხრა, საუკუნის კიბრი. სადაც ვყრი ამ ქსოვილებს ყველაფერს, ნუ ეს კიბრი იხდება და იწყება ჩემი, ნუ ეს თქვათ თამაში ამ თოჯინებთან. თამაშობთ ჩემს მეგობრებს, ნუ კურიოზებიც არის ხოლმე, ნუ ზოგი რას მეტყვის, ეს ის კაბა, ეს ის კაბა, ნუ ეს ქორწილში მეცვა, ეს ნიჟურის წერის დროს. ნუ მოკლედ ჩემთვის ეხლა უკვე თამაში არა, ეს უკვე ჩემი ერთ-ერთი პროფესია, მე ვარ ადამიანი, სადაც ყველგან თავს ვცდი. აქსესუარებს რაც შეეხება, მე თვითონ ვაკეთებ. ყველაფერი აბსოლუტურად. ფარდაგი, რომელიც მოქსოვილია ის ჩემი გაკეთებულია, ეს თექა, რომელზეც ბავშვი ზის. ანა, ეს სხვათა შორის ეს იმერული ესკიზები და ეს ფუჩეჩი თან დაკავშირებით ძალიან სასაცილო ამბავი შემემთხვევა. იმ პერიოდში გავაკეთე, როდესაც არ იყო ფუჩეჩი და ყველას ვეხვეწებოდი, რომ იქნებ ჩამომიტანოთ ფუჩეჩი, იქნებ ნუ როგორმე მომიხერხეს და მომიტანეს მეგობრებმა. მე ვარ მხატვრების ოჯახიდან და მესამე თაობა ვარ. მე, ანუ ბაბუა, დედა და მე და ეს ყველაფერი აი ხელსაქმე, რასაც ქვია ქსოვა, ქარგვა, ის აი ამ ყველაფრის კერვის სიყვარული, ეს ყველაფერი დედისგან მაქვს მე. და აქედან გამომდინარე მიყვარს. მე მყავს ორი შვილი და ხო, ეს უნდა მეკითხა, საინტერესოა თქვენი შვილები როგორ უკვე უყურებენ თოჯინებით გატაცებას. უკვე აღარ ეჭვიანობენ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ იეჭვიან, ანუ გოგონა მყავს 16 წლის და 12 წლის ბიჭი და ასე რომ უბრალოდ ერთი დატვირთვა მქონდა ამ ჩემ თოჯინებს, გარდა იმისა, რომ მე მომანიჭა ამათმა სიამოვნება და მანიჭებს დღემდე ამის კეთება. მე მინდოდა რომ აი პატარა თაობას ეს
კინოფილმებია, რომელზეც მე გავიზარდი. ანუ ჩემი თაობა ამ ფილმებს იზრდებოდა და მე ვთვლი, რომ ეს არის შედევრები და ეს ქალბატონები სულ ქალბატონები არიან ისე. ქალბატონები არიან სულ. მხოლოდ ქალბატონებს აკეთებ? მხოლოდ ქალბატონები მაქვს გაკეთებული, ერთადერთი მამაკაცი. და ვინ არის ეს ერთადერთი ეს მამაკაცი არ არის კინოფილმის, ეს არის მეგობარი უბრალოდ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე. ეს არის ესე იგი ქალბატონი ასინეთა. ეს არის ასინეთა. ასევე მე ვხედავ ვერისუბნის მელოდიების ძალიან ბევრ პერსონაჟს. ეს არის კი ვარდო. აი მეზოვეზე მინდა ნინო აღნიშნო, რომ მეზოვე ეს როგორც პერსონაჟი კინოფილმის მე არ ამიღია. ეს არის ის მეზოვე, იმ ჩემი დროინდელი თბილისის, ესე ვთქვათ, შავი და ნაცრისფერი რო იყო. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ფერადი მეზოვე და გიждდებოდი მთელი ბავშვობა აი დაგოფრილი კაბა რო ეცვათ ეს ცოცხიც ლამაზად ეკავათ ხელში და ნუ აი უბრალოდ ჩემ მეზოვე სამწუხაროდ რაღაცა ცოცხი არ აქვს ეხლა რაღაცა კურიოზი დაგვემართა მე ხო აი ყობა ძალიან ბევრი შრომა გვიდა სანამ შემოვიდა და ჩემი მეზოვე ძალიან მიყვარს და აპირებთ ისე გამოფენის გაკეთებას და ერთი გამოფენა ქონდათ და მე მქონდა ერთი გამოფენა ეს იყო გალერეა ვაჩეში ვეძებდი სივრცეს 30 თოჯინა მქონდა წარმოდგენილი და ჩემი თოჯინები ისეთი თბილია ისეთი პატარებია რომ დიდი სივრცე სითბო უნდა აი თქვენი გარემო ძალიან სწორად ძალიან მიხარია და აი თბილია თქვენი სტუდიაც და გვიყვარს თოჯინები და ხშირად მობრძანდით ხოლმე ჩვენთან თქვენი თოჯინები, იმიტომ რომ კოლექცია საკმაოდ დიდი გაქვს, უკვე 40 თოჯინა გააკეთეთ, ან იმის გათვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვე არის თქვენი ეს გატაცება დავარქვა, ჰობი, პროფესია თუ რა? ნუ როგორ ვთქვა, ჩემთვის უკვე გატაცება არ არის. სამყარო. ჩემი სამყაროა და სხვათა შორის თოჯინებმა ამისრულეს ვიძახი ყველა ბავშვობის ოცნება თქო. სამხატვრო სკოლაში როცა სწავლობდი ძალიან დიდი სითბო იყო ამ თვითონ სკოლაში. აი არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, არაჩვეულებრივი დირექტორი და მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ აი მე რო გავიზრდები, აუცილებლად გავხსნი ესეთ სკოლას. და ეს სხვათა შორის ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად თოჯინების შემდეგ. მე თოჯინების კეთება როდესაც დავიწყე, სამწუხაროდ ჩემო თოჯინება ეხლა ჩემი სახლი დატოვეს და გადაინაცვლეს ახალ ჩემს სახლში. ეს არის სასწავლებელი, სადაც ამ ყველაფერს მე გარდა ამისა თოჯინები, საერთოდ ხელოვნებას, გამოყენებით ხელოვნებას მე ჩემ ბავშვებს იქ ვასწავლე. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მოსწავლეებსა და რა თქმა უნდა თქვენს თოჯინებს ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. ჩვენ კი რამდენიმე წუთში ჩემთან ჩაიზე შერატონ მეტეხი პალაში გელოდებით. ბრუნდებით ეთერში რუბრიკით ჩემთან ჩაიზე, ვიმყოფებით შერატონ მეტეხი პალაში და ჩემთან ჩაიზე. დღეს სტუმრად არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების, საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე და მისი მეუღლე ნანა ცინცაძე. ნუ გიორგის ალბათ ფიქრობთ, დიდი წარდგენა არ სჭირდება, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. და მგონი დადგადრო, რომ მისი ლამაზი მეუღლეც გავიცნოთ. პირველ რიგში მინდა თქვენი ნიკოლოზი მოვიკითხო, როგორ არის თქვენი 9 თვის შვილი. კარგად არის, სახლში გველოდება. ხო, და ერთსული აქვს, როდის დაბრუნდებიან მშობლები. იმიტომ რომ მე ვიცი, მშობლები ძალიან ჩართულები არიან მის აღზაში. ძალიან. თვითონ აძინებთ, ასე ირნებთ, ასე ორივე თანაბრად ვიღებთ მონაწილეობას ბავშვის გაზრდაში. და უფრო აძინებს და უფრო მამა გართობის სფეროშია. აღზრდითი პროცესში არის ჩართული. გართობის სფერო, აი როგორ რა, ცეკვავთ მღერით. საღამოს აქვს ხოლმე შემოქმედებითი საათი. ცეკვავენ მღერიან ერთობიან. კალათბურთს თამაშობთ უკვე თუ არა? არა, კალათბურთს ვერ თამაშობ, მაგრამ არ მითხრეთ რომ ბურთი არ უყიდეთ კალათბურთის უკვე პატარა. ბურთები აქვს რაღაც პატარა, მაგრამ პერსპექტივაში წესით კალათბურთში შევიყვანთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბავშვი არის, 45 სანტიმეტრი დაიბადა ეხა არის სადღაც.
არ ვიცი. 75 მეტრამდე ხო? ჯერ არის, მე გრძელია ნამდვილად თავისი ასაკისთვის. ნათლიაც კალბურთელი ყავს. ნიჭი არის მისი ნათლია. ვიქტორა სანიკიძე. სხვა არჩევანი აღარ დაუწევეთ ამ ბავშვს. ისე გინდათ რომ თქვენი შვილი აა მეორე ნათლიაც კალბურთელი ყავს, როგორც მამას, ამეც მინდა რომ თან ჩვენ ოჯახში უფრო საკალბურთო ოჯახი ვიყავით, მამა ჩემს კალბურთს თამაშობდა ბავშვობაში, მეც, ჩემი ძმაც და ალბათ სამეთაობა იქნება ხო ახლა? მინდა ხომ რომ ჩემი შვილიც, მაგრამ თუ რაღაც შევატყე რომ პერსპექტივაში რაღაც არ დავაძალებ და ისე არ ვიზამ რომ აი რო არიან რომ მიყავთ და ბოლომდე უნდათ რომ თუ ექნება ნიჭი და სურვილი მაშინ კი ბატონო. ისე თქვენი პერსპექტივა როგორ შეამჩნიეს თქვენს ბავშვობაში და ვინ შეამჩნია? მამამ ალბათ ხო? ნუ მამა მე საერთოდ ბავშვობაში ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და სულ ვითხოვდი ხოლმე რომ ფეხბურთი ერთი პერიოდი შემიყვანეს კიდევაც ფეხბურთზე საკმაოდ წარმატებით თამაშობდი ბავშვობაში, მაგრამ ერთხელ მოვედი ვარჯიშიდან დასვრილი, გადატყავებული და დედჩა მითხრა ამის მერე შენ ფეხბურთზე აღარ წახვალ და შემიყვანეს კალათბურთზე. ნუ ხო ტრაბახში არ მინდა რომ ჩამეთვალო, მაგრამ ბავშვობიდან ნიჭი აღმომაჩნდა კალათბურთის და ყოველთვის მე მგონი არ ჩავუთვლით ნანა ტრაბახში რა სიტყვით. აქვს ახლა საფუძველი და მიზეზი. ხო, მქონდა მიზეზი რომ გამეგრძელებინა და შედარებით სიტყვაზე აი სწავლაზე და იმაზე ნაკლები ყურადღება დამეცმა და უფრო კალათბურთზე ყოფილიყავი გადართული რა. კალათბურთთან ერთად ალბათ ძალიან კარგი მოსწავლეც იყო ხო, ხუთოსანი. რას გიყვებოდნენ? სანამ ძალი გახდებოდით მანამდე. ჩემს წარი ასე რომ მოყოლის ხო, გარეშე. ისე თქვენ ბავშვობი რაღაცა დიდი ხანია ხო ერთმანეთს კი, ჩვენ იცნობთ და დიდი ხანია ბავშვობიდან მე-6 კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ნუ და არ ხარ რომ მე-6 კლასიდან ერთმანეთი არა, ძალიან დიდი ტყილი. გვიყვარდა ძალიან როგორც მეგობრებს ერთმანეთს და მეგობრობდით ბავშვობიდან. მაგრამ სხვა არაფერი ნამდვილად. პატარები ვიყავით. ერთი პერიოდი იყო ზაფხულის პერიოდის დაემთხვა რომ რამოდენიმე ადგილას ვიყავით ერთად დასასვენებლად მე სადაც ჩვენი მეგობრის სოფელში და ხშირად გვიწევდა ესეთი პერიოდი. ისიც დაშერებული იყო. ხო, ისიც დაშერებული იყო, მეც დაშერებული ვიყავი ჩემს შეყვარებულთან იმ დროს და ერთმანეთთან ხშირად ქონდა საუბრები რაღაც და ეს დაემთხვა რომ ანუ ესე არ გქონია რომ ის მე შენ მიყვარ ხარ უთხარი არა ეს მეგობრობაში ალბათ ეგრე არც ხდება ეს ოფიციალურ დონეზე. უბრალოდ გადაიზარდა. ბოლომდე ვერ წხვდები ალბათ ხო? ის არ გქონია სიყვარულის ახსნა და რაღაც ეგეთი. ეს ბავშვობაშია იგი. ხო, ახლა დიდები ხართ და ახლა მაგას ხარ დაიწყდი. ბავშვები ვიყავით რაღაც 19 წლისე, 18 წლისე ვიყავით. რამდენი იყავით რომ დაქორწინდეთ? 20-ის ვიყავი. 20-21-ის. გაზრდილები და დიდები ვიყავით. პატარები ვიყავით ძალიან ახლა ამბობთ, რომ პატარები ვიყავით მაინც ძალიან. წინ ვერ დავგვიდგა ვერავინ, ისე გადაწყვეტილები, მივედით სახში ორივე რო აი ხა. აი თავიდან მოყევით ეგ ისე ვრცლად. მე მგონი ნანას უფრო კარგად გამოვა თუ გიორგის რომელი? მე მოყვები ნაჩხუბრები ვიყავით, ესე იგი. შესაძლოა. ნაჩხუბრები ვიყავით და მე ვიყავი ნაკრების შეკრებაზე ვიყავ და ჩამოსულიყავ თამაში ქონდა, არ მახსოვს ზუსტად ვისთან და მოვიგეთ თამაში საღამოს ესე 9 საათი იყო რომ და გადავწყვიტე რომ ნანასთან წავიდე შესარიგებლად ეს ისვენას ბათუმში. აკეია თამაშის მერე შესარიგებლად ბათუმში რო წახვალ. და მეორე დილას მაქვს ვარჯიში დილის 10 საათზე. და მწვრთნელმა იცოდა არა, არავინ არ იცის. და წავედი ჩემი მანქანა და ჩემი ორ მეგობართან ერთად და მანქანა მაშინ ცოტა ისეთ მდგომარეობაში ყოფებოდა არც თუ ისე. ბოდიში გაგაწყვეტინებ თან დადიოდა ძალიან სწრაფად იმ პერიოდში. და რატომღაც. ანუ ის საწმენდი არ მუშაობდა წესიერად. და ძალიან დიდი წვიმა იყო გზაში. ნუ ეს რა იყო ეს პერიოდი? 9-თა და 9 ზღვა გადაიარა ფაქტიურად. ჩავედი ესე იგი შევრიგდით რაღაც დავილაპარაკეთ და წამოვედი უკან. ნუ 1-2-3 დღეში ჩამოვიდა ნანას და გადავწყვეტეთ რომ ძალიან ისე უცბად არაფერი არ დაგვიგეგმი არაფერი და უცებ გადავწყვეტეთ რომ დავიწეროთ ჯვარი, იმიტომ რომ ჩვენთვის 3 დღეში, იმიტომ რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯვრის დაწერა იყო ვიდრე რაღაც ცერემონია ისა. ასაგები. და უცებ ოჯახებშიც ახლა რა თქმა უნდა არც წინააღმდეგობა არ იყო და არც ერთის არც მეორეს ოჯახი თანახმები იყო პროსტა უნდათ რომ მოულოდნელი იყო ალბათ ხო უნდათ რომ აი ქორწილის ფორმა ყოფილიყო უფრო ტრადიციულად უნდათ გვეუბნებდი დაიცადე ზამთარში რა იქნება და რომ ჩამოხვალ შენ შესვენებაზე თამაშებზე იქნება მაშინ მოვახეთ ჩვენ არა დროზე საფოჩკა ავედით ჩქარა ეკლესიაში შეუთანხმდით მოძღვარს ყველაფერი რომ დავგეგმეთ რომ არავის აღარ ერთხვა არა
ესე მოხდა რომ 4 სექტემბერს სპონტანურად 4 სექტემბერს დავიწერე ჯვარი და მერეც ესე ხართ, მერეც ესე აგზავნეთ ყველაფერს სპონტანურად, თქვენ თვითონ წყვეთ ყველაფერს. კი, მაგალითად ხელის მოსაწერად რო წავედი, მე ვიყავი შორტებში და ჩუსტებში. მე მეცა დახეული ჩაჩაჩული ჯინსები და რო შევედით, ის ხალი გვიყურებდა, ნუ ვინც გაოცებული რა გინდოდათ, ამ რაღაცას ჩუჩუღუნებით. ამას არ უნდოდა ცერემონიის გარეშე, მე მჭირდებოდა საბუთებისთვის და ნუ ამაზე გქონდა ერთ-ერთი შევინახეთ ეს ხელის მოწერა, შემდეგ იქნებ ზაფხულში გავაკეთოთ ქორწილო. მე იყო ეს ომი და რაღაცა შნელი ამბები და დამჭირდა აუცილებლად საბუთებისთვის რომ ქონოდა ხელი მოწერილი და ნუ შევედით ისეთი ამბით რომ ვინც ნუ იქ ქალბატონი ვინც იყო ვინც გვიფორმებდა ამ ყველაფერს გვიყურებდა გაოცებული რომ თუ ხელს აწერენ რატო ჩხუბობენ ვერ გაეგო რა ხდებოდა ამას შევხედეს რაღაც ეს შორტებით კეტებით ნუ გაოცებულები მოვაწერეთ გიყვართ თქვენ ესე იგი რაღაცა მოულოდნელობა სპონტანურობა და მხიარულობა რაც თავარია და ნუ მხიარულობა გვიყვართ ნამდვილად ორივე მხიარული ადამიანები ვართ. დაემთხვა ისე რომ თავისუფალი დრო გაქვთ სამწუხაროდ გიორგის ჯერჯერობით ტრავმა აქვს და აქედან გამომდინარე ვერ თამაშობს. საკმაოდ გრძელვადიანი აღდგენითი პროცესი აქვს, 6 თვე მინიმუმ ჭირდება და 4 თვე კიდე დამჭა აღდგენითი პერიოდი და ალბათ ძიმე არის ეს თქვენთვის, ალბათ ყველა სპორტსმენის რომელიც აქტიურია, წარმატებული და კი თან იმ დროს როცა მომივიდა საკმაოდ აი ფორმაში ვიყავი, აღმავლობის გზას ვიყავი და იმედები მქონდა რომ უფრო მაღალ დონეზე მაღალ კლუბში მოვაწერდი ხელს და რა ვიცი, მაგრამ ალბათ არაუშავს გიორგის, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, მოგიჭრება და ბარსელონაში ითამაშებ, ხო? სამაგერთ ოჯახთან ხარ თქვენს მეუღლესთან? ორი თვე უყურეთ ერთმანეთს, სამივე, აი მართლა როგორც ვიტყვი. შეცინცინებთ, ხო? სამივე ეს გავიკეთეთ ლიტვაში და გავიკეთეთ, მე გავიკეთე. პრინციპში გაიკეთეთ. გავიკეთეთ ჩვენ სამივე ერთად ვიყავ. ოჯახი ჩემთან ერთად იყო, ნანა და ბავშვი და ძალიან მომეხმარნენ, იმიტომ რომ ეს თავიდან სიარული მიჭირდა ძალიან და ნანა რო ყოფილიყო შეიძლება ითქვას რომ მე ან მშიერი მოვტებოდი იქ ან რაღაც ეგეთ. გაშიშებული იყო. საერთოდ ნანა კარგი გამოგონებაა, რა სიტყვით. ხორბაში რაღაც მარჯვენა ხელი არის, რაღაც თავიდან როცა დავქორწინეთ, ცოტა გვიჭირდა ერთმანეთს, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ ისე შევეწყეთ რომ რა ვიცი მე ამის garaში არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება და ალბათ ნანასაც არ წარმომიდგენია ხა ალბათ შენ ალბათ რატო ალბათ არა განამდვილები ხო ნამდვილად იცი სამალ რომ ალბათ არ არის ეგ ეს ხა მე სტოპ გამოგეცელა შენ თქვა ჩემზე რაღაც კი პასი მოგწევ და რაც შეეხება გიორგის საკალათბურთო კარიერას, როდესაც თქვათ მას ხედავდით მოედანზე ვიცი რომ აქტიური გულშემატკივარი ხართ და დიოდით მის თამაშებზე.